სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ყველა სამღვდელონო მღვდელმთავარნო პატიოსანო მამანო ძვირფასო ძმებო და დებო გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს. აი დღეს იყო სიტყვები წმინდა სახარებაში მის შესახებ, რომ მისი შობით გაიხარებს მრავალი ადამიანი. და ეს სიხარული გრძელდება უკვე ამდენი საუკუნეა და დღესაც ჩვენ ამ სიხარულს ვზეიმობთ და ვიზიარებთ. თქვენ იცით, გახსოვთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები იოანე ნათლისმცემელზე, რომ იგი იყო უმეტეს ნაშობთა შორის დედათასა. ეს იყო სასწაულებრივი მთელი მისი ცხოვრება. იგი იყო სინანულის დიდი მქადაგებელი და იესო ქრისტეს მოსვლამდე ამზადებდა თელს ისრაელს, თელს კაცობრიობას ქვეყნიერების ხსნელის ღირსეულად მიღებისთვის. აი მისი ღვაწლი, მისი ქადაგება დაკავშირებული იყო სინანულის სწავლებასთან, სინანულის ქადაგებასთან, რადგან სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას. სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება. ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, მხოლოდ დასაწყისში გადასადგმელი. სინანული უნდა მიყვებოდეს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში, სიყრმიდან სიბერემდე. აი, როგორც გითხარით, სასწაულებრივი იყო სიცოცხლე მისი. როგორც გახსოვთ, იგი იშვა უკვე ხანდაზმული მშობლების ლოცვით და როდესაც ჰეროდემ ბეთლემელი ყრმები ამოწყვიტა, მაშინ წმინდა იოანე ნათლისმცემელი გადამალეს უდაბნოში, სადაც 30 წლამდე იმყოფებოდა და გაატარა ცხოვრება უმკაცრეს ასკეტურ ღვაწლში, ვიდრე მას ღმერთმა არ მოუწოდა, რომ გამოსულიყო ქადაგებისთვის და მდინარე იორდანეში ხალხის მოსანათლავად. აი როგორც გვაუწყებს წმინდა სახარება, გამოდიოდა მასთან იერუსალიმი და მთელი ჰურიასტანი, აღვარებდნენ ცოდვებს და ნათელს იღებდნენ მისგან. ის ქადაგებდა სინანულს და ამბობდა, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა და ირწმუნეთ მომავალი მესია, რომელიც ჩემზე მეტია და რომლის ხამლთა გახსნის ღირსიც კი არ ვარო. და აი წმინდა იოანე ნათლისმცემელი თავისი სიწმინდით, თავისი დიდი მოშურნეობით გახდა ღირსი, რომ თვით უფალ იესო ქრისტეს ნათლისმცემელი და წინამორბედი გამხდარიყო. და აი ძვირფასო ძმებო და დებო, მისი ეს მოწოდება სინანულის შესახებ დღესაც არ კარგავს თავის ძალას და მნიშვნელობას. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ როგორც ადამიანები ვცოდავთ მეტად თუ ნაკლებად. და ამიტომ უნდა ვიცოდეთ სინანულიც. და აი წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის ეს დიდი მქადაგებელი ჩვენ გვახსენებს, გვასწავლის, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს დროებითი მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადება მარადიულისთვის და რომ მომავალ სამჟავროზე ჩვენ მოგვიწევს პასუხისგება თვითეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი. და აი ამიტომ ამ მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს ჩვენ, რომ პატივი მივაგოთ ამ დიდ მოღვაწეს, უდიდეს წმინდანს და შევისმინოთ მისი მოწოდებების და მისი ქადაგების. ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს არის ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული, რომელიც არის ნაკურთხი წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე. ჩვენ დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში
ეს ტაძარი განსაკუთრებულია სენაკელებისთვის, რადგან ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხის, ჩვენი მრევლისა მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში. განსაკუთრებულ საყვარელია ეს ტაძარი სენაკელებისთვის. მე მინდა განსაკუთრებით გავიხსენო დელმონაზონი ამბაკუმი, რომელიც იყო მოთავე ამ ტაძრის მშენებლობის მთავარი ორგანიზატორი, რომელიც შემდგომ იკურთხა მისი მაღალყოვლადუსამგდელო ესობა ფოთის ადახობის მაშინ სენაკი შედიოდა ფოთის ეპარქიაში გრიგოლის მიერ. და ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი ტაძრის აგებისთვის და მინდა განსაკუთრებული სიყვარული გამოთქვა სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიისადმი. თქვენდამი ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო. მე მადლობ უფალს რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება და მომზადება თურმე როგორც ყოფილა ღვთისნება კათოლიკოს პატრიარქის საპატრიარქო მსახურებისთვის. მე მადლობა უნდა უთხრა ღმერთს რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ბევრი რამ ვისწავლე ძალიან ამ ეპარქიაში. ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში. მაგრამ ალბათ ვეცადე მესწავლა შეძლების და გვარად თავარი რამ ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი. რის ცოდნის გარეშეც შეუძლებელია დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს პატრიარქი საქართველოსიც. და მე მადლობ უფალს რომ უფალმა მე ეს ყველაფერი მომცა და თქვენთან ერთად მომსახურა ამდენი წელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, აგახაროთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მისი ლოცვით უფალი შეგვეწიოს სინანულის სწავლაში და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი და ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით თქვენ დაგირიგდებათ ღირსი ალექსი შუშანიას ხატები, რომელიც ახლახანს შეიქმნა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.